როდის გაიმართება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა. ტრამპი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სავარაუდოდ თვის ბოლომდე შეხვდება. ამის შესახებ ტრამპმა ფლორიდაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მანამდე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ მკვეთრად გააკრიტიკა და ფაქტობრივად უკრაინას ომის დაწყებაში დასდო ბრალი. ტრამპის მტკიცებით ზელენსკის მიმართ მოსახლეობაში მხარდაჭერა 4%-ია და უკრაინის პრეზიდენტს ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა, რაც მოსკოვის ერთ-ერთ მოთხოვნასაც წარმოადგენს. რას ეფუძნება ეს მონაცემი ტრამპს არ უთქვამს კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ 2025 წლის იანვარში გამოქვეყნებული კვლევით 2024 წლის ბოლოსთვის ზელენსკისადმი ნდობის მაჩვენებელი 52% იყო. ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც არჩევნები არ გვქონია უკრაინაში, სადაც გვაქვს საომარი მდგომარეობა და უკრაინის ლიდერი მძულს ამის თქმა, მაგრამ მისი რეიტინგი 4%-მდე დაეცა. ძალიან ბევრი ქალაქია განადგურებული, შენობების უმეტესობა დანგრეულია. მათ ეს არ გაუკეთებიათ კიევში, რადგან ვფიქრობ, მათ არ სურდათ ძალიან ბევრი რაკეტის სროლა კიევში. ვფიქრობ, მათ გააკეთეს 20%, მაგრამ გააკეთებენ 100%-ს თუ ეს მოუნდებათ. თქვენ გაქვთ ქალაქები, რომლებიც აბსოლუტურად დანგრეულია. მათ, როდესაც სურთ მაგიდასთან ადგილი, შეიძლება რომ ხალხმა თქვას, განაუკრაინელმა ხალხმა არ უნდა თქვას, რომ დიდი ხანიერაც არჩევნები არ ჩატარებულა. ეს არ არის რუსეთისგან წამოსული, ეს არის ჩემგან და მოდის ასევე მრავალი სხვა ქვეყნიდან. ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ პრეზიდენტი ტრამპი დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს. ვოლოდიმირ ზელენსკი მედიასთან საუბრისას თქვა, რომ კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად მის მიმართ ნდობა 57%-ია. თუ ვინმეს ჩემი შეცვლა ახლავე სურს, მაშინ ეს ახლა არ იმუშავებს. თუ 4%-ზე ვსაუბრობთ, მაშინ ჩვენ ეს დეზინფორმაცია ვნახეთ და გვესმის, რომ ის რუსეთიდან მოდის და ამის მტკიცებულებებიც გვაქვს. სამწუხაროდ პრეზიდენტი ტრამპი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, ამ დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს. 18 თებერვალს კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის, თუმცა მისი თქმით საჭიროა უკრაინის პრეზიდენტის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებული იურიდიული საკითხების გათვალისწინება. პუტინი, რომელიც ქვეყანას 25 წელია მართავს იმის გამო, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები კონსტიტუციით დადგენილ ვადაში არ ჩატარებულა, ზელენსკის არალეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ასევე გააკრიტიკა უკრაინის რეაქცია ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის დელეგაციების შეხვედრაზე, რომელიც 18 თებერვალს გაიმართა საუდის არაბეთის დედაქალაქ ერიადში. მანამდე ზელენსკიმ უკმაყოფილება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა საუდის არაბეთში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის გამართულ მოლაპარაკებებზე წარმოდგენილი არ იყო. სააგენტო ბლუმბერგის წყაროების თანახმად, საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანს სურდა, რომ შეხვედრაში მონაწილეობა ვოლოდიმირ ზელენსკისაც მიიღო, მაგრამ ვაშინგტონმა და მოსკოვმა მოითხოვეს, რომ შეხვედრა უკრაინის გარეშე გაემართათ. ტრამპის თქმით, უკრაინა უკმაყოფილოა, რომ შეხვედრაზე არ მიიწვიეს, მაგრამ მანამდე მისივე შეფასებით მათ 3 წელი ჰქონდათ ომის დასასრულებლად და შეთანხმების მისაღწევად. ფიქრობ, ძალიან იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც მოხდა. გულისხმობ იმას, რასაც 3 წლის განმავლობაში ვუყურებ. ეს ის ომია, რომელიც არასდროს მოხდებოდა. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. მე ნამდვილად იმედგაცრუებული ვარ. მესმის, რომ ისინი ნერვიულობენ ადგილის არქონის გამო, მაგრამ მათ ჰქონდათ ადგილის 3 წლის განმავლობაში და ბევრი წლით ადრეც. ფიქრობ, ბევრი მიწის დაკარგვის, სიცოცხლის დაკარგვის, ქალაქების დაკარგვის გარეშე. დონალდ ტრამპის თქმით, ერიადში ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა ძალიან კარგი იყო, როგორც ტრამპმა თქვა, შეხვედრის შემდეგ ბევრად დარწმუნებულია სამშვიდობო შეთანხმებაში. შეხვედრა ძალიან კარგი იყო. რუსეთს რაღაცის გაკეთება სურს, უნდა ბარბაროსობის შეჩერება იმის, რაც იქ ხდება. ყოველკვირეულად ათასობით ჯარისკაც კლავენ. ჩვენ გვინდა ამ ომის დასრულება. ეს უაზრო ომია, რომელიც არასოდეს უნდა მომხდარიყო. არასოდეს მოხდებოდა მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი და სირცხვილია ამის ნახვა. მე ვხედავ სურათებს, რომელსაც თქვენ ვერ ხედავთ. ბრძოლის ველზე არსებული მდგომარეობის სურათებს, რომლებიც უბრალოდ საშინლად გამოიყურება. ეს ხდება ყოველდღიურად და საშინელებაა. როგორც რუსეთი, ასევე უკრაინა კარგავენ ათასობით ჯარისკაც და იღუპება უამრავი ადამიანი. უკრაინისა და რუსეთის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტკელოგი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს კიტკელოგს კიევის რკინიგზის სადგურზე უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ბრიჯიტ ბრინკი დახვდა. კელოგის თქმით, კიევში მისი ვიზიტი პოტენციური მოლაპარაკებების კარგ შანსს წარმოადგენს. უკრაინაში ვიზიტამდე კიტკელოგი მიუნხენში უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა. კელოგი არ დასწრებია ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის დელეგაციების შეხვედრას, რომელიც 18 თებერვალს საუდის არაბეთში გაიმართა. ჩვენ მოვისმინეთ, მზად ვართ იმის გამოყოფისთვის, რაც საჭიროა. ჩვენ უსაფრთხოების გარანტიების საჭიროება გვესმის. ჩემი მისიის ნაწილს მოსმენა წარმოადგენს. შემდეგ მე ამერიკის შეერთებულ შტატებში დავბრუნდები და პრეზიდენტ ტრამპს დაველაპარაკები, რათა დავწმუნდეთ, რომ ყველაფერი სწორად გვესმის. დონალდ ტრამპს ესმის, რომ ხალხი იტანჯება და ხედავს, რა სახის ნგრევას აქვს ადგილი. ჩვენ ამის დასრულება გვსურს.
18 თებერვალს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერიადში რუსეთის და შეერთებული შტატების მოლაპარაკებები გაიმართა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით ერიადში გამართულ შეხვედრაზე გამოვლინდა გეოპოლიტიკურ პრობლემებზე კონსულტაციების განახლების ინტერესი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიუღებელს უწოდებს უკრაინაში ნატოს ქვეყნების სამხედროების განთავსებას სამშვიდობო მისიის ფარგლებში. გამოვლინდა დიდი ინტერესი, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ, რომ განახლდეს კონსულტაციები გეოპოლიტიკურ პრობლემებზე, მათ შორის სხვადასხვა კონფლიქტებზე მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, იქ სადაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს აქვთ ინტერესები. ჩვენ აუხსენით ჩვენს კოლეგებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ნატოს გაფართოება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსის მიერ უკრაინის შთანთქმა რუსეთის ფედერაციის ინტერესებისა და ჩვენი სუვერენიტეტისთვის პირდაპირი საფრთხეა. ამიტომ სხვისი დროშის ქვეშ, ევროკავშირის დროშის ქვეშ თუ ეროვნული დროშის ქვეშ, ნატოს ქვეყნებიდან შეიარაღებული ძალების გამოჩენა ამ თვალსაზრისით არაფერს ცვლის. ჩვენთვის ეს მიუღებელია. შეხვედრა ერიადში 4 ნახევარი საათი გრძელდებოდა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეზდივანის ტემი ბრიუსის ცნობით, რუბიო და ლავროვი შეთანხმდნენ, რომ მომავალში ითანამშრომლებენ ისეთ საკითხებში, რომლებიც გეოპოლიტიკურ ინტერესებს და საინვესტიციო შესაძლებლობებს ეხება, რომლებიც უკრაინაში კონფლიქტის დასრულების შემდეგ გაჩნდება. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად ორივე მხარე ასევე შეთანხმდა, რომ მაღალი დონის ჯგუფები გამოყონ უკრაინის შესახებ მოლაპარაკებებისთვის, რათა უკრაინაში კონფლიქტის დასასრულებლად შემუშავდეს ისეთი გზა, რომელიც იქნება მდგრადი, გრძელვადიანი და ყველა მხარისთვის მისაღები. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის იური უშაკოვის თქმით, რუსეთის და შეერთებული შტატების დელეგაციებმა ყველა საკითხზე სერიოზულად ისაუბრეს, თუმცა ჯერჯერობით მოსკოვის და ვაშინგტონის პოზიციების დაახლოებაზე საუბარი რთულია.